ხოცები არიან ტრამპისტები და კონსერვატორები არ არიან, პირწავარნილი პოპულისტები არიან. ამ პოპულიზმის ფარგლებში ისინი იყვნენ მემარცხენე ლიბერალებიც, ფემინისტებიც, მეოთხე თაობის ფემინისტებიც, მოგეხსენებათ გენდერული კომისიაც კი ჰქონდათ. მაგათმა მიიღეს მთელი ეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და მთელი ეს სიგიჟეები, რომლებიც დასავლეთის სახელით და ევროპის სახელით შემოდიოდა და ყველა წინა პარლამენტში ყველა კანონის განხილვა ამით იწყებოდა, რომ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, ამიტომ ვღებულობთ ამ მავნე კანონს. ხოცები თავისი შინაარსით მართლობის სტილით ყველაზე მეტად გვანან საკუთარ წინამორბედებს, ანუ ნაცებს გვანან ყველაზე მეტად. მათი მართლობის სტილი აქვთ აღებული, იგივენაირად იქცევიან, იგივე ხალხი წყავთ, სულ მიმართულება იმისკენ, როგორ გაამსხვილონ ცენტრალიზაცია, როგორ წავიდნენ იმით რომ უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდონ, როგორ წაართვან მოწინააღმდეგეს რესურსები პირველ რიგში ფინანსური და როგორ აკონტროლონ მთლიანად. ახლა ბოლოს ისე გაბლატავდნენ, რომ საერთოდ ამერიკული პულის კონტროლიც კიდევ მოუნდათ და მთავრობის გარეშე გრანტს ვერ მიიღებს ვერავინო ქვეყანაშიო. ასევე ამბობ, რომ ვითომ განმოგაგ BBC-ს რეგულირება და სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა შემოგაგ, იმიტომ რომ ჯერ ერთი შენის სასამართლო განსხვავებულია, ევროპაში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი სხვა რამეს ნიშნავს. შეხედეთ როგორ ციბძვიან ისინი მედია ველზე, სადაც 100% თვითონ არიან და რამდენად არის ეს ამბავი სანდო და მაღალხარისხიანი ინფორმაციის მიმწოდებელი ქართული მოსახლეობისთვის ფაქტია.